გამარჯობა. მოკლედ ესე დაალაგდა სიტუაცია, რომ მაყაშვილების მთავარი წამყვანი გმირი იცვლება როგორც ჩანს რა. ექს მთავარი გმირი რუსუდანი წარსულს ბარდება და მე ესე რომ შემოვდიოდი ხოლმე და რაღაცა ხან ერთსალ ხინკალს რომ მოვიპარავდი და ხან რაღაცა ერთნაჭერ მწვადს, ცოტა უფრო დიდ მასშტაბზე გადაგვყავს ეგ რასაც ვხედავ რა. ასევე რატი წარსულს ჩაბარდება დროებით და მე წავალ ბარში დღეს. და გავაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ ძალიან იშვიათად. ესე იგი დავლევ ალკოჰოლს რა და გააკეთებს ამ ალკოჰოლურ ჯადოქრობებს ლადო. დღეს არის ხუთშაბათი და ტრადიციულად ეს ჩვენი ძვირფასი გადაცემა დაიდება YouTube-ზე. გვეყოლება ძალიან ესეთი განსაკუთრებული სტუმარი, მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი. მაგრამ სტუმრის ნაწილამდე ჯერ მივიდეთ, მე მგონი ხო და გადმოვინაცვლეთ ახლა ბარში, სამზარეულოში არა. ლადო მოგვემსახურება ჩვენი ბარმენი იქნება დღეს და გაგვიკეთებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომელსაც მე ვსვავ ძირითადად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ და ეს იქნება ეს დღე. და ამ წლისას ხო, დღეს მოვათავებ რა. ჭაჭასაუერი. ჭაჭასაუერი, მისაღებია. ჩვენი ჭაჭა, პრინც მაყაშვილის. ჭაჭა, პრინც მაყაშვილის ჭაჭა. 60 მარტივად რო ვთქვათ. მილილიტრი. მილილიტრი. ხო, 60 მილილიტრი ჭაჭა, პრინც მაყაშვილის, ლიმნის წვენი, ფრეში. შაქრის სიროპი სულ ო, ცოტა. შაქრის სიროპი ნუ აი. გემა რო გაიხსნას. და всё. არ მომწონს. ბევრია. ავიტან, მაგრამ არ მომწონს. ეს რაღაც ტრუპ. რა თემაა? ესა კვერცხის ცხილის ვეგანური შემცვლელი. რა გავაკეთე? და შეი. ეგა. მომეს. ვერ გავაკეთე, კარგად, კიდე უნდა ვერ გავაკეთე. ვერა? ოუ, რა ნახე რა ისეთი წარმოსადეგი ყინულებია, პროსტა ნახე. კაია. მოიცა. ბრავო. კიდე მოიცა. მე. გარნიში. გარნიში? დავაი გარნიში. ეგა. ეხა გასჭი. ლაიმის პატარა ნახი, ხო, ეგრეთ წოდებული ცედრა. არია. არა, კაია ნაღდა. რა ხდება აქ? იპოვა. რა ხდება აქ? ნიკო გვიპოვა. ამ ნოტაზე მე დაგემშვიდობებით, მე ჩემი გავსინჯე. მე ლუდი უნდა დავლიო. ლუდი? ხო. ლუდი ეხლავე. ქები ბადი, ლუდი. ლუდი. მართლა ძალიან გემრიელი ლუდია. სხვათა შორის ისეთი ლუდია, რომელიც ძალიანაც მე შემიძლია. წარმოგიდგენიათ? ხო და მიდით დამის. ამაზე არ მინდა პირდაპირ დავუყიდო. ანცი. ძალიან გემრიელია. დავიწყოთ ახლა ჩვენ მაყაშვილებთან. ერთი წამი რა, ნიკო შალო რო დამიყენეთ აქ ყველგან და ხან იქიდან სტენდაპის რო ჩააწერინეთ და ეს რო ჩააწერინეთ და 5 წუთი დამაგვიანდა. არც კი, შეიძლება ფაქტიურად არც დამაგვიანდა. ანუ აქ კიდე ის იყო რომ აი ბუბასთან უნდა და ჩაწერა ინტერვიუს, მაგრამ არ გამოვა. ჩემი მეგობარი ჩემთან მოვიდა დღეს, ბუბა ჭოღოშვილი. რომელთანაც მაქვს პირდაპირ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. რა უფლებით ხარ ასეთი ლამაზი?
მითხარი? არ ვიცი. რა უფლები? თავს ვიკავებ მოკითხვის. ასეთი ლამაზი. კაი, პირდაპირ გეკითხებ. როგორია იყო ლამაზი კაცი? კარგი, ახლა და რა უნდა გიპასუხო მაგაზე, როგორია ლამაზი კაცი? გეხვეწები, აი უბრალოდ თქვი, აი უბრალოდ ილაპარაკე რა. ესე იგი ლამაზი რო ხარ და რო დადიხარ, აი უკვე სხვანაირად, ბუნება სხვანაირად გიყურებს. ანუ ხო შეხე. ლამაზი. ჩემზე აი, ლამაზი ლამაზ რა ხინკლებს იყო? ემჭამ იყო ეხლა. ჩემზე ლამაზი, ახლა ჩემი სტუმარი. შეგიძლიათ ამეცნა? რუსკა. რა? ამის მინე. რა, ხარ მინე? ლამაზესი და ნუ მაგრამ არა არა, ეს რუსკა, ეს არის ჩემი გადაცემა და გასაგებია, მაგრამ მე რამე მაინც ჩავერთვები ხოლმე მიწვია სტუმრად და ჩემი მასას დავამყარებ ცოტა. ხო, ჩემი სიყვარული, ჩემი ტაატი ჩემთან ერთად არის. და დამისხავ. აბარასვი. ლუდი ტაატი. დალია თუ ლუდი ტაატი. და ჩაიკოკლოზინეთები. დავიწყოთ ხო ჩვენი ინტერვიუ. ეს არ არის ბატონო. პოდკასტი, პირველ რიგში მინდა ყველა მიცოდეს, რომ ეს არ არის პოდკასტი, ეს არის გადაცემა. კი, თუ ბატონო. რაღაცა ხო, რაღაც სხვა რაღაცა დავარქვათ. ხაფსინჯო? აუ მიდი გასინჯე და ლიანად უნდა შევჭამო. ჩვენმა რატომ გაიკეთა გლანდების ოპერაცია და ეხლა ზის აი ალბათ წევს აი ამ სახით აი. რატი მოკითხვა შენ? ხოთაშორის ძალიან გემრიელია ეს ყველაფერი. ვიცით რომ შენ არ გააკეთე აუ, სადარა ვარ პახმელიაზე. მაგარია. მითხარი რა? რა შევი ახლა როგორ ხარ? მოდი, ანუ მაინტერესებს ეხლა რა საკეთებ. მე კი ვიცი რა საკეთებ, იმიტომ რომ ჩემი ახალ მეგობარია. მაგრამ ხალხმა არ იცის. რომ რეპეტიციები ცალკე, ეთერი ცალკე, ცალკე ბავშვებთან რაღაცებს ვდგავ. ხო? ჩემი რეჟისორული კარიერაც კი ბატონო. მაგაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. კი ბატონო, და ეს რა ცოტა გადარბენებს ზე და. მე მაგას რა ჯობია? კი, არაფერი, მეტი და მეტი ნეტა. მეტი და მეტი ნეტა. ანუ შენ ფიქრობ, რომ თქვა, ანუ კი, ყველამ ვიცით რომ მსახიობი ხარ, კარგი არტისტი ხარ, ყველას უყვარხარ, ბევრი გულშემატკივარი ყავს, მაგრამ ეს რეჟისორული კარიერა ძალიან გაინტერესებს, სარეჟისორო კარიერა ძალიან გაინტერესებს. საიდან მოიტანა ეს ყველაფერი? როდის დაინტერესდი, რატო დაინტერესდი? 3 წლის წინ შემოთავაზეს უნივერსიტეტი ჯიპარუარი. თავის დასი ყავს და იქნებ ჩაიბარო და რაღაც შესთავაზო შენი რაღაც. მოდი, ადრე გრიშო იყო მან ჩვენი მე გრიშო იყო, კი ბატონო. ხო და მეც მივედი, თავიდან ცოტა დავიწყე, მაინც რაც ვიცოდი მსახიობურ ამბავში, მე რაც ვიცოდი. მოგაგზნან როგორც მსახიობ ბიჭს, რა, დაგვეხმარე რეჟისურად. ხო, რა, თუ დაინტერესდები ამიტომ მოდი. მე? მეც მივედი, თავიდან დავიწყე, მე რაც ვიცი, რაც მასწავლეს სამსახიობო ამბავში, იმებს ვეუბნება და ცალკე ახალი რაღაცის დავთანხმდი, თორე ეს არ მქონდა გათვლილი, რომ რეჟისორა მინდა და რეჟისორი გავხდები. ხო და ძალიან ჩავერთე ამ ყველაფერში. ანუ მოგეწონა, დაამუღამე, დააპრიკოლე? კი ბატონო. ცოტა შემოქმედი რო ხდები იქ და რასაც გინდა აკეთებ და და ეხლა მივხვდი რანაირი ჭანჭიკები ვარ მსახიობები. ეხლა მივხვდი რანაირი რატო ვარ ჭანჭიკები? კი, ნუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყოველთვის მსახიობი რასაკეთებს, მაგრამ ზოგჯერ არის მომენტი, რომ რეჟისორს გინდა რაღაც. ხო. საერთოდ არ ფიქრობ, ეხლა მსახიობი რო ხდება, საიდან მოვდივარ და ჩემი ის ვინ იყო და ბავშვობაში ანგინა გადავიტანე და არ გინდა ეს ყველაფერი რაღაც მომენტში რა. გააკეთე ისკენ შენ იქიდან იგადადი და ამ დროს ის რო გეკითხება რომ ეხლა რატო გადავიდე, იმიტომ რომ ჩემ როლს მარცხენა ხელის ბუჟდება აქ და რა უბუჟდება მაცადე რა რაღაცა ანუ ხალო რა გინდა ეგრე ხა ინტერესებს მაინც აი ხა საითკენ იხდები უფრო არ სამსახიობოზე ვარ მაგრამ შენ რო შეგპირდი ყოველას ჩვენ სამეგობროს სპექტაკლს დაგვიდგავ ნახე მე და ჩემი დადგმულ სპექტაკლში ვითამაშებ ეგრე ვიზავ მაგრამ მაინც სამსახიობო ეხლა ის უნდა გავსინჯო ახლა მე უნდა გავსინჯო ჩემი სპექტაკლებში ისე თამაშობდი რომ მეგონა რომ ეგეთი იყავი ლევანიკო ხო იმ დღეს ანატყებულ ჩაბასაც უთხარი რომ შენ პერსონაჟი არ მიყვარდა თქო იმიტომ რომ აი ხო ნინა ხო იმიტომ რომ კარგად თამაშობდა ხვდები და ეგეთი და შენც ეგეთი იყავი და თან მაშინ არ გიცნობდი და მეგონა რომ მართლა რაღაც ეგეთი ამასლენი კრეტინი ხარ რა ისე მაგროლმა რა ქნა გაწამა ამ ხუნკალმა მამღერა და ხო იცი ახლა გავსინჯო მაგროლმა მაწამა მაგრამ მაგროლმა მოცა ძალიან ბევრი რაღაცა აია ერთი ფართო აუდიტორიას გავედი და ამ პირველივე სერიიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება ქუჩაში გავედი და გავხდი პირველივე სერია გამოვჩდი თუ არა მეორე დღეს რო გავედი ცოტა ის და ხალხი მიყურებს და ცოტა ის ქონდა ხეთ ბავშვური თბილისის რო რას მიყურებ ბიჭო და რაღაც ამიტომ გიყურებ არა სწავლობდი მაშინ სტუდენტი ვიყავი სტუდენტი ვიყავ მესამე კურსზე დაიწყო ყველაფერი და ხო რა პირველი ნაბიჯები იყო რა ჩემი ლევანიკო და რა მაგრა გამიმართლა როგორი პარტნიორია ხო ვილაპარაკოთ ნანუკა ხსნა ნანუკა ხო ჩემი პედაგოგი იყო მართლა ხო გიზოს ასისტენტი იყო ნანუკა ჯერ გიზოში როგორ გამიმართლა გიზოსთან მოხდა მე ნანუკა გიზო რეჟისორულად გვიდგავდა ნანუკა აქედან სამსახიობო იმას გასწავლიდა და სუპერფერია ძალიან მაგარი და უცებ რომ მოხდა რომ ამდენი წლის მანძილზე რომ
ნანუკას ვიცი ჩემი პედაგოგია და უცებ დგება მომენტი, როდესაც თან ხდებით პარტნიორები და თან ეგრევე ისეთი სცენებით რა. ხო. დროშენი გაგება აი ეს და თან ცოტა მერიდებოდა. გალბეტო ნანუკა ეხლა ვერ შევიგინები. მართლა? ცოტა მგონი. ჩემი შეიძლება. გალბეტო ნანუკას არა, მაგრამ რა მაინც მერიდებოდა ის კონდა ცოტა რა. და ნანუკას ააკეს რა. თავისი ძლიერე და სიძლიერეც აქვს, მაგრამ ძალიან სუფრფერია. ძალიან. და ძალიან გამიმარტივა ეს ყველაფერი რა. არსებობს ითამაშე უკვე ესეთი როლი, რომელიც აი ჩემი საოცნებო იყო როლი. და თან მე თქვი რომ აი არა. მაყოფილი ვარ. არა, როლით კმაყოფილი. არ მომატყუო რა. არა, როლით კმაყოფილი არასდროს არ ყოფილი. არც მე და როდესაც ჯერ და ვერ ხვდები მე, ანუ ვერ ჩემი თავი როგორ შევაფასო. მგონი ანუ სულ უყურებ. სულ შენ თავის შეფაზებას არ გმე, შენი შეგრძნებით. კი, ბევრჯერ. მაგრამ რა უცნაური პროფესია რა, აი შეიძლება ითამაშო სპექტაკლი და ძალიან კმაყოფილი გამოხვიდე, რომ აი დღეს მე ჩემი მაქსიმუმი დავდე და არანაირი რეაგირება არ მოყვეს ხალხისგან, აი ეგ არის კოშმარი. და გამოდიხარ უცებ იძახი რომ აი დღეს ვერაფერი ვერ ვქენი და ხალხი ხვდება რომ აუ დღეს რა კარგი იყავი. ეგ რა უცნაური ფენომენია, მაგას მეც ვერ ხვდები. ნუ უყურებ ჩემ შეკითხვებს. რა არის რომ მოვემზადო და ვიცოდე. მოდი ეს ხინკალი გასინჯე. იცი რა გემრიელია. ეხა დავემატა მაყაშვილებში ხინკალი. ანუ ვიცოდე პახმელიაზე მოვდივართ ხოლმე აქ. რაიგე? ხო და ის ერთი კარგად როდის უნდა გამოვტყდეთ რომ მე მოვიდეთ აქ. როგორ ჩაგვინდა? მე პრემიერა გაქვს ახლა სათამაშო. როდის თამაშობ პრემიერა? სულ რაღაც 5 დღეში. გუშინ დავიწყეთ და 5 დღეში იქნება პრემიერა. ხო, აი ესეთი მსახლების ცხოვრება, ხო, ჩემი თავი. აბა ვნახოთ ეს. გასინჯება? აი არსებობს, აი ჩამოვიდა. ყარი დაყვებზე? უძანგა. მოგეწონა მართლა? აი გულწრფელად. თან ისეთი ნახეთ, მე ხო მიყვარს კულინარია და მზადება მიყვარს. ცომი არის ესეთი. არის თხელი, არის კარგად გაკეთებული, არის დიდი ხინკლები ძალიან არ მიყვარს. ცოტა სახლურიცა ანუ ესეთი რა? არა? ანუ ეს აი ცოტა გარმო. მეც მაგი დაყუზე. იდაყვე. შენ რომელი ფილმის გმირი ხარ? და კიდე მეორე კითხვა მაქვს, რომელი ფილმის გმირი იქნებოდი? ან რომელ ცნობილი, აი კაცი ჯერ მიპასუხე, რომელი ფილმის გმირი ხარ? სულ ბავშვობიდან მაქვს ეგ ბავშვური ისინი, რომ აი ცოტა ბეჭდების ბრძანებელში გავიჭრა და ვიომო და ეგეთი რაღაცები. ალა ეგ მაგრამ მინდა რა. ცოტა ორკებს ვაჭეხავ და არსებობს რამე როლი, რომელსაც აი რაც ყველაზე მაგრამ მინდა ვითამაშო. არსებობს, ეხლა ეს როლი და არ გითამაშია ჯერ? რა როლია ეს? მგონია რომ ასაკობრივათაც ცოტა მინდა კიდე. რა გინდა? რიჩარდი? არა. არც ჰამლეტი. ყველაფერს ვითამაშებ, რა თქმა უნდა, ყველა საინტერესოა, მაგრამ აი ჩემზე რაც ყოველს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ წავიკითხე მასტერი და მარგარიტა. ოპა! ბოლანდის თამაში მინდა. მართლა? მაგრამ მე სად ხარ ხალხო? მე დადგი, შენ თვითონ ხარ რეჟისორი. არა, ხო მაგას თუ დადგაო, ისეთი უნდა რა, აი, უნდა დადგა. და მე ვიცი ვინ იქნება შენ მარგარიტა ვინ იქნება. აბა. თინათინი. თვითონ თქვა. იოხალ. თვითონ თქვა. თვითონ თქვა. შენ მარგარიტა. ანუ საუკეთესო, ანუ არ ვიცი. არ მიხარია რომ ეგეთი ლამაზი წყვილი ჩემი აზრით თბილისში ხარ არის. ოხ, მადლობა ძალიან დიდი ეგეთი შეფასებისთვის. ანუ ძალიან ლამაზი წყვილი ხარ. და არ ვიცი, ანუ ჩემთვის რო ეკითხეთ, აი რო ვიცოდე რომ აი ბუბა არის და თინათი ეს ცალკე და აი რო დაეწყვილა, ანუ წყვილები რო იდგნენ, ეს დასაწყვილებელი ხალხი რო იდგეს რა და რომ მე რომ უნდა დავაწყვილო რა, ანუ 1000%-ით შენ და თინათის დაგაწვილებდით. ეგრევე შენ და თინათის დაგაწვილებდით. ანუ ესე უხდებოდეთ ერთმანეთს, ანუ ესე ავსებდეთ ერთმანეთს. კაი, ვთქვი, დავანხავთ. კარგად, თორთ ბედნიერად, თორთ ისე ვართ. და ყველაფერი კარგად არის. და ყველაფერი კარგად. და ხეზე დავაკაკვლოთ. თეთრ. თქვენზეც კაი ბუმი ატყდა. ყველა კუთხეში სტატიები იდო. და ანუ ეს არის გადასალახი რაღაცები, ორივე ცნობილი ადამიანები ხარ. ლაპარაკობენ აქტუალური ხარ, ნუ ასიზავ. ასწორებს. ხო რა. ასწორებს. მაგრამ გინარგინა გულიც ხდება რაღაცები. რაზე? აი რომ ჩამოყვები და 1000 სიკრეტინობა წერია, მაინც გულიც ხდება რა. როდემდე აპირებთ ამ ყველაფერს? დავიღავეთ. ჩვენც ადამიანები ვართ. ხოცადეთ ბედნიერად ყოფნა. ბაყაშვილებში ვართ ჩვენ და აქვე შეგახშენებთ ხალხო რომ უნდა დაგვასაბსკრაიბოთ. ჯერ ხო, გამოგვიწერეთ და გვიყურეთ YouTube-ზე. მე თქვენი მოთხოვნა რომ YouTube-ზე მოვსულიყავით, რომ ვიჯექი ჩემთვის Instagram-ზე მილიონი ნახვები მქონდა. დიდი მადლობა. ანუ მოვედით YouTube-ზე, მოვიყვანე ხა ეს ლამაზი კაცი, ძალიან ხო, რეაქციად ყურადღება მე არ მიყდება. ბლიცი, კულინარიული ბლიცი
ბუბაბუსთან. ბუბაბუ. გიждები ბუბაბურა ხარ. გავდი. კაი, ხინკალს კვეთო იმ ფრენად იგლაჯუნებ. იცი რა არის, აუცილებლად ვიგლაჯუნებ დიცხომე ოღონდ მერე რა ერთი ბევრს ვერ ვჭამ. აი 7 8 ანუ 10 არის მაქსიმუმ, მაგრამ აი მე-9 მიათეს აი ეგრე ბოლო არის ხო? ყველაზე მეტი ხინკალი რამდენი გიჭამია? 18 17 არასდროს. Fast food-ი თუ დედის გაკეთებული საჭმელი? არაწყინები დედის გაკეთებული საჭმელი. მადლობა ჩემო სიყვარულო. კი, fast food ძალიან გემრიელია, მაგრამ დედის მაინც სხვა. დედის სხვა. ეს რომელი საჭმელი იქნებოდი? აი, ეხლა დაფიქრდი და მითხარი რომელი საჭმელი იქნებოდი? რა? კალა. ხსებ რა ეკალა. ხინკალს ხო არ იტყვი და იმას. პაც, ეხლა და მივარ. ჩემი აზრით შენ ხარ? ციცილა. ციცილა. შემწვარი ციცილა მაყვალში. სტეიკი შეგეფერება. ძალიან შეგეფერება. Well done. well არა. მარიუმი. სტეიკი იჭმევა? ვიცი, ხო, და ვერ ვჭამავ. მაშინ წადიჭა. რომ შეგეძლოს დროის გაჩერება. ხო. რას გაკეთებ პირველს? უიმე. ბევრს ვიშოვი. აუ მე. ეგრევე. ძალიან დიდი ბედნიერება ფულის სწორი ადამიანის და კარგი ადამიანის ხელში. კი ბატონო, ძალიან დიდი ბედნიერება, სწორად გამოყენებული ინფორმაცია. მაგრამ რომ ეხმარები ძალიან ბევრ ადამიანს. თუ აკეთებ, მაგრამ მე ფულს ისიც აქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ გინახავს ფული უშოვია და გაგჭირებულა. კი, მაგრამ ჩვენ ხარ მაინც ეგრე მგონია, რომ ღმერთი გაძლევს იმდენს, რამდენიც საციტან და მარტო გაძლევს არა, შენ თვითონასაც აკეთებ რა ადამიანი. გაინძერი, აი ხო ყოფილა. ეს მაქსიმალურად. არა, ხო ყოფილა ცხოვრებაში, რომ არ ქონია შემოსავალი, ისეთი მომენტი იყო რომ რაღაცა, მაგრამ ბედნიერი მომენტები ქონდა და საერთოდ არ გიფიქრია იმ მომენტში, რომ ფული მინდა ეხლა რა. არა. ხო. არ მქონის, სულ მინდა. არა. იმდენ შეგეთხარი, კეთდა დაგიშდა პირველი თვე ფული მინდაო. ნუ ეხლა რას იზავდიო და ეხლა აბა გაჩერებულ დროზე რა უნდა მიგო. ანუ კარგი ადამიანის ხელში ბევრი ფული ასწორებ. მოდი ეხლა ესეც ვჭამოთ. ხო. და მე ვიცი რომ შენ რეპეტიცია გაქვს. და უნდა გაგიშვა რეპეტიციაზე, იმიტომ რომ 5 დღეში პრემიერა გაქვს, რომელზეც მე მოვალ აუცილებლად. მიყვარხარ ძალიან, დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ულამაზესი, უნიჭიერესი, ჩემი ძმაკაცი. ბუბა ჭოღოშვილი. მადლობა ძალიან რომელიც დიდი. სპექტაკლს დადგავს და მე მათამაშე. აუცილებლად. ეგ ახლა მომავალში. სპონსორებას მო. კოჩნი დამირეკეთ გთხოვთ, ღამე მე მესიჯეთ.